დიადი მითები. დოკუმენტური ციკლის ავტორი ფრანსუა ბუნელი. დიონისე, უცხო ქალაქში. რეჟისორები ფრედ პაჟეზი, სილვერ ბერჟერი. იყო და არა იყო რა. იყო ერთი ყმაწვილი კაცი, რომელსაც ყველაზე მეტად ცეკვა, სიმღერა და შენიღბოა უყვარდა. სადაც წავიდოდა, თან დაყვებოდა ხმაურიანი პროცესია, თეთრკანიანი და შავთმიანი მენადების დასი და თხის რქებიანი, ველური სატირების ბრბო. ყმაწვილი წინ მიუძღოდა დანარჩენებს. ხელში სურო შემოხვეული კვერთხი, თირსოსი ეჭირა, რომლის სვერზეც ფიჭვის გირჩი იყო დამაგრებული. ცამდე ადიოდა ჩასაბერი ინსტრუმენტის გუგუნი, რომელიც ჭექაქუხილისა და ღმერთების ღრიალს გავდა. ეს მთვრალი ამალა გზას მიუყვებოდა და ხალხში როგორც გაოცებას, ასევე შიშს იწვევდა. ბავშვობიდან ის საერთოდ არ გავდა თავის თანატოლებს. მასზე ამბობდნენ კეთილშობილთა ზნის არ არისო. მსუბუქი და უწესო ხასიათის კაცად მიიჩნევდნენ, რომელიც არაერთხელ უნახავთ სასიყვარულო თამაშში გატარებული გრძელი ღამის შემდეგ გზაზე გართმული და ღვინით მთვრალი. არა, ეს ახალგაზრდა ნამდვილად ძალიან განსხვავებული იყო. ყველას თვალში ის სხვა იყო. მოხეტიალე, მარგინალი და მაინც არც მეტი არც ნაკლები ის ღმერთი გახლდათ. მისი სახელია დიონისე. ასევე ხმაურიანს ან გუგუნას ეძახდნენ იმ საშინელი აჟიოტაჟის გამო, რომელიც მის დაბადებას ახლდა თან. მისი დაბადება ის დღემდე ყველას ახსოვს. ზევსი, რომლის ქალებისადმი სიყვარულიც ყველასთვის ცნობილია, ახალგაზრდა ქალით მოიხიბლა. ის თებეს მეფის ასული სემელე იყო. მისი გულის მოსაგებად ზევსმა მოკვდავის სახე მიიღო. ეს გარეგნობა ერთადერთი იყო, რაც ღმერთების ხილვას ადამიანებისთვის ასატანს ხდიდა. თუ შემთხვევით ისინი ამ წესს დაარღვევდნენ, საშინელი შედეგი დგებოდა. ჩვეულებრივი ადამიანის სახით ზევსი სემელესთან სრულყოფილ სიყვარულს მიეცა. თუმცა პატარა დაბრკოლება არსებობდა, ზევსი დაქორწინებული იყო. მისი ცოლი ჰერა არა მხოლოდ ზეცისა და ოლიმპოს დედოფალი, არამედ ქორწინების მფარველი ქალღმერთიც გახლდათ. ქმრის ეს ახალი გატაცება მას გაცილებით მეტად აწუხებდა, ვიდრე ადრინდელები, რადგან ზევსი პირველად ატარებდა სხვასთან ღამეს რეგულარულად. ასე რომ მეტოქეს ჰერას ადგილის დაკავებამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი გააკლდა. ჰერამ გადაწყვიტა ემოქმედა. მან სემელეს ძიძის, იმ მოხუცი ქალის სახე მიიღო, რომელსაც მეფის ასული უსიტყვოდ ენდობოდა და გოგონას სანახავად წავიდა. ის კი 6 თვის ორსული იყო. ფრთხილად იყავი, უთხრა მას. დარწმუნებული ვარ, რომ შენი საყვარელი არა ზევსი, არამედ ჩვეულებრივი თაღლითია. თუ გინდა სიმართლე გაიგო, მოსთხოვე ღმერთების მეუფედ და ელვის მბრძანებლად გამოგეცხადოს, ისეთი როგორიც ღმერთებთან არის. სემელე შეშფოთდა. იქნებ ძიძა მართალს ამბობდა. როცა ზევსი მის მოსანახულებლად მივიდა, სემელემ სთხოვა ნამდვილი სახე ეჩვენებინა. ზევსი შეშფოთდა, რადგან კარგად იცოდა, რა საფრთხესაც შეუქმნიდა საყვარელ ადამიანს. უარი განუცხადა, მაგრამ სემელე არ ნებდებოდა. შეახსენა სტიქსის ძალებს რომ შეფიცა, ყველაფერი შეესრულებინა, რასაც ქალი სთხოვდა. არადა თუ ვინმე სტიქსს დაიფიცებდა, ეს ფიცი ხელშეუხებელი ხდებოდა. იმ ღმერთს კი, რომელიც თავის სიტყვას დაარღვევდა, ოლიმპოდან აძევებდნენ.
სემელე ევედრებოდა, ზევსი წინააღმდეგობას უწევდა. კარგი დაემუქრა სემელე. თუ ასეა, ჩემს სარეცელს ვეღარ იხილავ. ამის შემდეგ ზევსი დანებდა. და გაოცებული საყვარელი ქალის წინაშე ნამდვილი სახით მგრგვინავი ჭექითა და ელვის დიდებით წარს დგა. უცებ ტრაგედია დატრიალდა. სასახლე ცეცხლმა მოიცვა. ასევე საბრალო სემელე, რომელმაც ძლივს მოასწრო ბავშვის შობა, ვიდრე ცეცხლი საბოლოოდ შთანთქავდა. ბავშვი ცეცხლს სასწაულებრივად გადაურჩა და ზევსმა თან წაიყვანა. მაგრამ რა უნდა ექნა ნაადრევად დაბადებული სუსტი არსებისთვის? ზევსს დამხმარედ საკუთარი ვაჟი და ღმერთების მაცნე ჰერმესი მოევლინა. მან ოლიმპოს მბრძანებელს ბარძაყი გაუხსნა და ჩვილი შიგნით მოათავსა. ასე იქცა მამა ზევსი დედად. 3 თვის შემდეგ ისევ ჰერმესმა გაუხსნა სამყაროს მბრძანებელს თეძო და ჩვილი ამოიყვანა. რომაელები ამბობენ, ის იუპიტერის თეძოდან იშვა. ასე რომ დიონისე ორჯერ დაიბადა, ერთხელ სემელეს საშოდან, მეორედ ზევსის თეძოდან. მისი მეორე დაბადება კი უდაოდ ღმერთის დაბადება იყო. ზევსმა არ დააყოვნა და შვილი სემელეს დას ინოს მიანდო, იმ იმედით, რომ მის გვერდით უსაფრთხოდ გაიზრდებოდა. ინოს უბრძანა ბავშვი ქალის სამოში გამოეწყო, რომ ჰერას ვერ ეცნო. სამწუხაროდ ჰერა ფხიზლად იყო. ზევსს იმედი ჰქონდა, რომ ადვილად გადაურჩებოდა, თუმცა ცდებოდა. შურისძიების სურვილით აღსილმა და ღალატით შეურაცხყოფილმა ქალღმერთმა ინოს და მის ქმარს გონება აურია და პატარა დიონისესაც იგივე ხვედრს უმზადებდა. ბოლო წამს ზევსს ბავშვის გადარჩენა რომ არ მოესწრო. მან დიონისე კვლავ ჰერმესს ჩააბარა და უბრძანა, რომ ნისას მთაზე სამყაროს კიდეში მდებარე მხარეში წაეყვანა. პატარა დიონისე ნიმფებმა, კეთილმოსურნე ღვთაებებმა შეიფარეს. ნამდვილ მეორე დედებად ექცნენ და თავიანთი ძუძუთი კვებავდნენ. დიონისე მათ გარემოცვაში იზრდებოდა, თუმცა უკვე იცოდა, რომ ღმერთების აღიარების მოსაპოვებლად გრძელი და დამღლელი გზის გავლა მოუწევდა. ასე იქცა მოხეტიალე ღმერთად. ერთხელაც დიონისემ ისეთი რამ აღმოაჩინა, რამაც მოკვდავთა ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. ერთ დღეს ჭაბუკმა ღმერთმა დაინახა, როგორ უკბინა გველმა ყურძნის მტევანს. თავის მხრივ მანაც აიღო მტევანი. თითები მოუჭირა და გაოცებული უყურებდა სითხეს, რომელიც იღვრებოდა. აი ასე დაიბადა დიონისეს გონებაში ვენახის გაშენებისა და ღვინის დაყენების აზრი. შემდეგ გადაწყვიტა მთელ ქვეყანაზე ემოგზაურა და ეს ცოდნა კაცობრიობისთვის გაეზიარებინა. დიონისე გზას დაადგა და თან ხმაურიანი და უჩვეულო ამალა ახლდა. თმა წეწილი, ნახევრად შიშველი ქალები, მენადები და სატირები, მუცელგამობერილი უშნო არსებები, რომლებიც მუდმივად აღზნებულები იყვნენ. მათ შორის იყო დიონისეს აღმზრდელი სილენოსიც, რომელიც გასაოცარი პერსონაჟია, რადგან თითქმის მუდმივად გალეშილი მთვრალი იყო. თუმცა ამბობდნენ, უდიდეს სიბრძნეს ფლობსო. მხიარული ამალა ქალაქებსა და სოფლებს მოედო. ჯერ სირიაში ჩავიდნენ, შემდეგ ეგვიპტეში, სადაც მეფე პროტევსმა თბილად მიიღო დიონისე, რომელმაც მეფეს ვაზის საიდუმლო გაუზიარა. ამის შემდეგ კი
თრაკიისკენ გაემართა. თრაკიაში დახვედრა გაცილებით ცივი აღმოჩნდა. ამ მიწას მეფე ლიკურგე განაგებდა, რომელმაც ძალიან ცუდად შეხედა ამ უცნაური ქალური იერის მქონე კაცის გამოჩენას. ვინ არის ეს კაცი, რომელიც თავს ღმერთად აცხადებს? ვინ არიან ეს ქალები, რომლებიც მის გვერდით გაშმაგებულებით ცეკვავენ? ამ უცნობს წინ სკანდალური რეპუტაცია უსწრებდა. ამბობდნენ, როგორც კი ქალაქში შედის, ქალებს დაუძლეველი ვნება იპყრობთ. ის კი მათ ეპატრონება და გიჟურ ცეკვებში ითრევსო. ეს ამბავი მეფეს საშინლად აშფოთებდა. ლიკურგემ მაშინვე ბრძანა, რომ მენადები დაეპატიმრებინათ და სატუსაღოში ჩაეყარათ. თვითონ კი დიონისეს დაედევნა. პანიკაში ჩავარდნილი ჭაბუკი ღმერთი უკან მოუხედავად გარბოდა. მაგრამ ოკეანის პირას მისულსა და მდევარადევნებულს სხვა გზა აღარ დარჩენოდა გარდა იმისა, რომ წყლისთვის მიეცა თავი. დიონისეს სიკვდილი და სამუდამო გაქრობა ემუქრებოდა. თუმცა საბედნიეროდ ზღვის ქალღმერთი თეტისი იქვე აღმოჩნდა. მან დიონისე იხსნა, ანუგეშა და ზღვის სიღრმეში დამალა. დიონისე დამცირებული იყო. მას არავინ არასდროს მოქცევია ასე. ისეთი განადგურებული იყო, რომ ლიკურგესთან დასაპირისპირებლად დაბრუნებასაც კი ვეღარ ბედავდა. დახმარება მისმა ბებიამ რეამ გადაწყვიტა. რეამ მენადები გაათავისუფლა, ლიკურგეს კი ჯადო დაადო. სიგიჟე შეპყრობილი მეფე საკუთარ ვაჟს დაესხა თავს. ნაჯახით მოკლა. შემდეგ კი მისი გვამი ასო აკუწა. მის დასასჯელად დიონისემ თრაკიის მიწა სამუდამოდ უნაყოფოდ აქცია და გამოაცხადა, რომ ეს უნაყოფობა მხოლოდ იმ შემთხვევაში დასრულდებოდა, თუ ლიკურგე სიკვდილით დაისჯებოდა. თრაკიელებმა ლიკურგე ოდნავი თანაგრძნობის გარეშე აიყვანეს პანგეას მთაზე, სადაც ველურ ცხენებს გამოაბეს და ნაწილებად გახლიჩეს. ახლა დიონისეს გზის გაგრძელება შეეძლო. ის კვლავ სამხრეთისკენ გაემართა და თავი ინდოეთში ამოჰყო, რადგან ზევსმა განსაკუთრებული დავალება მისცა. მისი ბრძანებით დიონისეს უნდა გაენადგურებინა ის მოსახლეობა, რომელმაც ღმერთებს ზურგი აქცია და მათ სპილოს თავიანი თუ მრავალხელიანი ღვთაებები ამჯობინა. უნდა დაესაჯა, ვინც ღმერთებს პატივს არ სცემდა. მამამისის თქმით, ამ პირობის შესრულების შემდეგ შეძლებდა ოლიმპოს მთაზე ასვლას. დიონისემ პირობა შეასრულა. თუმცა ბრძოლა არ დასჭირვებია, რადგან მოსახლეობა მისით მოჯადოვებული იყო. მის გამოჩენას ბრწყინვალე მსვლელობები მოსდევდა. ის კი ვაიჯდა, რომელშიც პანთერები იყვნენ შებმულნი. ერთგულ მენადებსა და სატირებთან ერთად დიონისე ქალაქებში ყიჟინით, სიმღერით, ცეკვით, ფლეიტებისა და დაირების მუსიკით მოგზაურობდა. ეს სრული გამარჯვება იყო. დიონისეს მოგზაურობა არ დასრულებულა. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქი რჩებოდა დასაპყრობი. თებე, ქალაქი, სადაც დაიბადა. ეს მიზანი ძალიან რთული ჩანდა. დიონისემ იცოდა, რომ მას ისე მიიღებდნენ, როგორც ერთდროულად უცხოს და ადგილობრივს, იგივეს, მაგრამ სხვას. იმ დროს ქალაქს მეფე პენთევსი განაგებდა. პენთევსი წესრიგისა და კანონის სიმბოლო იყო.
მისი დარღვევა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა. როდესაც პენთევსმა დაინახა, რომ ნახევრად შიშველი ქალები დიონისეს გარშემო ექსტაზში ცეკვავდნენ და თავდავიწყებას ეძლეოდნენ, გაოგნებული დარჩა. მისი აზრით, ქალები მხოლოდ სახლში უნდა ყოფილიყვნენ. შვილები აღეზარდათ, საჭმელი მოემზადებინათ და სხვა არაფერზე ეფიქრათ. თანაც ვინ იყვნენ ეს უცნაურად შემოსილი ადამიანები, რომლებიც უცხო ენებზე საუბრობდნენ? ბერძნები არ უნდა ყოფილიყვნენ. პენთევსისთვის კი ყველაფერი, რაც ბერძნული არ იყო, ბარბაროსული გახლდათ. როგორც კი დიონისე თებეს კედლებს შიგნით აღმოჩნდა, თავისი დაბადების ამბის მოყოლა დაიწყო და ყველას გაუმხილა, რომ ზევსის ვაჟი იყო. ღმერთი. მეფეს, მის ცოლსა და ხალხს სიცილი აუტყდათ. რაო? ეს საწყალი მათხოვარი, რომელსაც ბარბაროსები ახლავს თან, ოლიმპოს მბრძანებლის ვაჟიაო? პირველებმა სწორედ დიონისეს დეიდებმა, სემელეს დებმა შეხვირეს თვითმარქვიაო. მათ არ სჯეროდათ, რომ მათ დას, სემელეს, ზევსის მოხიბლა შეეძლო. პირიქით, ჭორიც კი გაავრცელეს, რომ სემელემ ბავშვის ნამდვილი მამის ვინაობის დასამალად მოიგონა, რომ ზევსს უყვარდა და სწორედ ამ სიცრუისთვის დასაჯა მბრძანებელმა. უბედური დიონისე თებედან კეთროვანი ვითქვებისა და ისრების სროლით გააძევეს. დიონისე გაიქცა და თავშესაფარი კითერონის მთაზე ტყეში იპოვა, რომელიც თებეს ზემოდან გადმოჰყურებდა. იქ ერთ ქვაზე დაჯდა. თავი ხელებში ჩარგო და ჩაფიქრდა, ხოლო ზღვის გადაღმა აღმოსავლეთში სხვაგან სცემდნენ თაყვანს და ღმერთად მიაჩნდათ. რატომ იყო, რომ დედამისის ქალაქი თებე უარს ამბობდა მის მიღებაზე? დაღამდა თუ არა, დიონისემ თავის ამალას მოუხმო. მან უზარმაზარი ცეცხლი დაანთო, რომლის გარშემოც ღვინის წყაროები მოედინებოდა და ვნებიან მენადებთან, უსახო სატირებთან და სწრაფფეხება კენტავრებთან ცეკვა დაიწყო. შემდეგ დაბდაბების გრუხუნში, სალამურებისა და ფლეიტების ხმის ფონზე ქალაქისკენ გაემართა. დიონისემ ჯერ თავისი დეიდები, შემდეგ პენთევსის ცოლი და ბოლოს კი მთლიანად თებეს ქალების შეშალა ჭკუიდან. ქალები თავს ვეღარ იკავებდნენ და ნახევრად შიშვლები ტოვებდნენ სახლებს, შვილებს, ქმრებს. თავდავიწყებაში, სიგიჟესა და ბოდვებში ჩაძირულებმა ახალი ღმერთის, დიონისეს თაყვანის სცემა დაიწყეს. დიონისე მათ ტაშს უკრავდა, შემდეგ კი უბრძანა, კითერონის მთაზე მენადებს შეერთებოდნენ. იქ მათ შეეძლოთ თავდაუზოგავად მისცემოდნენ ორგიასა და სხვა სიამეებს. დიონისეს შურისძიება ამით არ დასრულებულა. რჩებოდა პენთევსი, მეფე, რომელმაც ის დაამცირა. შევინდებისას დიონისე მღვდლად გარდაისახა და სასახლისკენ გაემართა, სადაც პენთევსი იპოვა და იმ დღეს მომხდარი უჩვეულო ამბის შესახებ მოუყვა. ნელ-ნელა მოახერხა დაერწმუნებინა, რომ მასთან ერთად კითერონის მთაზე წასულიყო. მაგრამ სიფრთხილისთვის ურჩია მეფეს ქალის სამოსი ჩაიცვიო. საბოლოოდ პენთევსი დათანხმდა. გულში მასაც სურდა იმ ვნებით სავსე ქალური სამყაროს ხილვა, რომელიც მის ქალაქს საფრთხეს უქმნიდა. მორალისტმა და მაღალი ზნეობის მონარქმა თმა გაიშალა და წარბები შეიღება. სინამდვილეში ის უკვე დიონისეს გავლენის ქვეშ იყო. კითერონის მთის მწვერვალზე ასვლისას დიონისემ მეფეს მაღალ ხეზე მიანიშნა, საიდანაც მას მთელი სანახაობის შეუმჩნევლად თვალიერება შეეძლო. მაგრამ უკვე გვიანი იყო. გონდაკარგულმა, შეპყრობილმა და
საშინლად მთვრალმა ქალებმა შენიშნეს და შენიღბვის მიუხედავად მამაკაცი ამოიცნეს. მეფეს თავს დაესხნენ, ნაწილებად გლეჯდნენ და წეწავდნენ. მათ შორის იყო პენთევსის დედაც. სასოწარკვეთილი პენთევსი ცდილობდა დედას ეცნო, მაგრამ გიჟური აღგზნებისგან თავდაკარგულმა ქალმა ხელი მოაგლიჯა, რის შემდეგაც დანარჩენმა ქალებმა დანით დაუსერეს სხეული. საბოლოოდ დედამისმა, რომელიც კვლავაც ვერ ცნობდა ვაჟს, თავი მოკვეთა, ჯოღზე წამოაცვა და საზარელი ნადავლით ხელში ამაყად განაგრძო გზა. როდესაც თებეელი ქალები გონს მოეგნენ და ქალაქში დაბრუნდნენ, დიონისე მათელოდა. გამოვიდა და მიმართა, თებეს ხალხო, მე ვარ ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც ოდესმე აღმოჩენილა კაცობრიობა. როგორც ყველა მოკვდავმა თქვენს ჩვეულებათა მახეში ამოჰყავით თავი. თქვენ ეთაყვანებით წესრიგსა და სიმკაცრეს, რაც რასაკვირველია აუცილებელია ქალაქში მშვიდობიანი ცხოვრებისთვის, მაგრამ თქვენ რგუნავთ იმ უცნაურობას, რომელიც გაწუხებთ და რომელიც ღრმად იმალება თქვენს არსებაში. მე სხვა ვარ, უცხო, განსხვავებული და მოვედი, რათა თქვენში არსებული ეს ბნელი მხარე გამოვააშკარავ. თუ მასაც ისე განდევნით, როგორც მე გამდევნეთ თქვენი კედლებიდან, მაშინ ისევე დაიღუპებით, როგორც თქვენი მეფე, ამაყი პენთევსი დაიღუპა. მაგრამ თუ ამ ველურ ძალებს მიიღებთ, თუ ალაგმვის ნაცვლად მათ შეისისხლ ხორცებთ, მაშინ გადარჩებით. მამაჩემმა, ყოვლის შემძლე ზევსმა, იმისთვის გამომგზავნა, რომ გასწავლოთ, ნამდვილი სიგიჟე ის კი არ არის, რაც ჩვენ გვგონია. ნამდვილი სიგიჟე იდეალურად სათნო, იდეალურად რაციონალური ქალაქის არსებობის სურვილია. სრულყოფილებას მხოლოდ ღმერთები აღწევენ. თქვენ კი, მოკვდავებო, მოერიდეთ ამ ორ უკიდურესობას, მხოლოდ გონების აღიარებას და მხოლოდ გონების გამორიცხვას. შეეგებეთ გონიერებას, მაგრამ ასევე მიიღეთ გაუთვალისწინებელი, მოულოდნელი, რომელიც ერთი შეხედვით გაშფოთებთ. მხოლოდ ამ პირობით იქნებით თავისუფალი. მას შემდეგ, რაც მთელმა საბერძნეთმა აღიარა მისი ღვთაებრიობა, დიონისემ განაგრძო კუნძულებზე მოგზაურობა და ყველგან როგორც სიხარულს, ისე შიშს თესავდა. ნაქსოსის სანაპიროზე კი ახალგაზრდა ღმერთმა მომხიბვლელი ქალი შენიშნა, რომელიც ტიროდა. ეს არიადნე იყო, კრეტის მეფის მინოსის ქალიშვილი, რომელიც სატრფომ თესევსმა მიატოვა. ახალგაზრდა ქალის სილამაზითა და სევდით შეზრულმა დიონისემ ის ოლიმპოს მთაზე წაიყვანა და ღმერთთა კრებულის თანდასწრებით მოკვდავ ქალზე იქორწინა, რაც მანამდე არასდროს მომხდარა. უკვე ყველა აღიარებდა ზევსის ძის ძალას. დიონისემ შეასრულა თავისი როლი მიწაზე და ზეცაში დამკვიდრების უფლება მოიპოვა. დიონისეს, თებეს ნაბუშარს, უცხოს ქალაქში, თავისი ღვთაებრიობის დასამტკიცებლად ბრძოლა დაშირდა. მალე დიონისეს კულტი ოფიციალურად დამკვიდრდა ბერძნულ სამყაროში. გაზაფხულსა და შემოდგომაზე ქალაქები დიდ სახალხო დღესასწაულებს აწყობდნენ, რამაც ხელი შეუწყო ბერძნული ხელოვნების უმნიშვნელოვანესი ფორმის, თეატრის წარმოშობას. თანდათანობით ლექსებმა პიესების სახე მიიღო, რომლებსაც დიონისესადმი მიძღვნილ ადგილებში ანტიკურ თეატრებში დგამდნენ. იქ კითხულობდნენ სტროფებს, რომლებიც დიონისეს ცხოვრებასა და გმირობაზე, ან სხვა დიადი მითოლოგიური გმირების თავგადასავლებზე მოგვითხრობდნენ. ადამიანები გადაცმულები დადიოდნენ, ნიღბებს ატარებდნენ,
ცეკვავდნენ და სვამდნენ. საიდუმლო რიტუალების დროს დიონისეს მიმდევრები, რომელთაც მასთან შერწყმა სურდათ, მსხვერპლად შეწირული ცხოველის ხორცს ღმერთის სხეულს მიირთმევდნენ და თასით ღვინოს ღმერთის სისხლს სვამდნენ. დიონისე უდაოდ ყველასგან განსხვავებული ღმერთი იყო.